ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ორი ადამიანი დაშავდა გვირაბთან 3 ავტომობილის შეჯახების შედეგად. ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში იმოათავსეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სუბუქი მანქანა ამოყირავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სახანძრო სამსახურის ბრიგადა და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. პატარა მანქანას შეეჯახა და მე მოსრიალდა. არა, მოტეხილობა აქვს, როგორც ვიცი, და მეტი არაფერი. სერიოზული არაფერია. არ ვიცი და კონკრეტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ვიცი, რომ სტაბილურია მდგომარეობა და ადამიანები ცოცხლები არიან, ვინც დაშავდა. ხარ მოძრაობდეს? კი. სავარაუდოდ კი. სამი მანქანა მოხდა ავარიაში საერთოდ და არის დაზიანებები. სვერპლი არ არის. ერთი ხელის მოტეხილობით, მეორე არ ვიცით, წაყვანილი იყო უკვე და რამ გამოიწვია, გაქვთ ინფორმაცია გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა? რომელმაც დაარღვია, წაყვანილია ის მანქანა უკვე ალბათ რასაც და იმიტომ გადმოსულია თავის სიგრძიდან გადმოსულია საპირისპირო მიმართულებით და ორ მანქანას არღვია. დაშავებულების მდგომარეობა როგორია? ერთ ხელის მოტეხილობა აქვს და მეორეს არ ვიცით რა მდგომარეობაშია.